თქვენს წინაშეა ბატონი თამაზ თავაძე, ნიკოლოზ რერიხის სახელობის საზოგადოების სამყაროს ზედის დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ძალებითა და უნიკალური ცოდნის გამოყენებით დაამარცხა სიცოცხლესთან შეუთავსებადი დაავადებები, კიბო, ასთმა, ინფარქტი. მან გააცოცხლა ძველკოლხური სამედიცინო ფილოსოფიის ცოდნის სისტემა, რომლის ანალოგია შეიძლება მოიძებნოს ჩინეთში, ტიბეტში და თუ გნებავთ ებრაულ ფილოსოფიაში. ახლა თვითონ ბატონ თამაზს ვთხოვოთ ორიოდე სიტყვით მოგვითხროს ამ სისტემის შესახებ. გთხოვთ ბატონ თამაზ. დიდი მადლობა ჩემთვის დათმობილი დროისათვის და მეც შევეცდები რაც შეიძლება მოვწნევათ. მოგახსენოთ ყოველი საკითხის მიმართ რაც თქვენ ბრძანებთ. დიახ, ეს არის ნამდვილად ფრიად სიღრმისეული ქართული ფილოსოფია და იდეოლოგია და დღევანდელ საბაზრო ეკონომიკის სისტემაში ჩვენი ახალი სამკურნალო მეთოდი შემოდის არა როგორც კონკურენტი, არამედ როგორც ერთ-ერთი იმ სისტემათაგანი, რომლებმაც უამრავი დასახელების სახით შემოვიდა კლასიკური მედიცინის სივრცეში და დაუდგნენ მას როგორც ტოლი და მისი სამკურნალო პროცესის ხელშემწყობის სისტემები. დიახ, აქ იგულისხმება უპირველესად ყოვლისა ის, რომ კლასიკური მედიცინის გვერდით გაჩნდა უპირველესად ყოვლისა გომეოპათია. ძალიან ძლიერი მიმართულება, რომლის ფილოსოფიაც და იდეოლოგიაც და პრაქტიკული წარმატებები დღეს იმდენად აშკარა, რომ ამაზე თვალის დახატვა შეუძლებელი. ასევე შემოვიდა ფიტოთერაპია, რომლის გარეშე დღევანდელი მედიცინა წარმოუდგენელია. შემოვიდა უამრავი სხვა დარგი, თაიძი, ტიბეტური მედიცინა და სხვა მრავალი. აი ამ სისტემათა შორის ასევე შემოდის დღეს სოფლიო სამედიცინო სივრცეში ხმარებისათვის ისეთი სისტემა, რასაც სამწუთში ესე იგი მოგახსენებთ, ეს არის კოლხური სამედიცინო სისტემა ოქროს საწმისი. რა შეუძლია მას? უპირველესად ყოვლისა ის ავსებს კლასიკური მედიცინის და სხვა მედიცინების სამკურნალო სისტემათა სივრცეს და სთავაზობს მომხმარებელს განსაკუთრებით ხელმოკლე ადამიანს, უმწეო ადამიანს და სამედიცინო სამკურნალო სივრციდან სრულიად უიმედო ადამიანს იმ განსაკუთრებულ თავის მისთვის კუთვნილ შესაძლებლობებს, რასაც თქვენ დღევანდელ კლიპში გაიცანით. დიახ, აქ შეუძლებელი არაფერი არაა. შეიძლება გაიხარჯლოს სიცოცხლე, შეიძლება გადარჩე ისეთი საბედისწერო სნეულებისაგან, რომელიც არის შიდსი, კიბო და სხვა განუყურნებელი სნეულებანი. ანუ მე მინდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ ოქროს საწმისი ერთ-ერთი მიმართულება სოფლიო სამედიცინო კონგლომერატის სივრცეში. უკვე მოგახსენეთ, რომ აქ იგულისხმება ჩინური მედიცინიდან დაწყებული კლასიკური მედიცინა, ტიბეტური მედიცინა, სხვა მრავალი ფილოსოფიური სისტემა და მათ შორის რა თქმა უნდა ოქროს საწმისი. ესე იგი გამოდის, რომ უშუალოდ ხელმოკლე ადამიანთათვის, ხანდაზმულ ადამიანთათვის და მათთვის, ვისაც საბედისწერო სნეულება, ოქროს საწმისი არის ერთადერთი საშუალება მიიღოს დადებითი შედეგი და განიკურნოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. და კიდევ ერთი შეკითხვა ბატონო თამაზ. ყოველი აი ამ ცოდნის ხელმისაწვდომობა ადამიანებისთვის, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, რომელმაც არ იციან თქვენს შესახებ, როგორ შეიძლება? იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც ინფორმაციულად შეუძლიათ მიწვენ ჩვენ სისტემას, ეს არის ინტერნეტი. ეს არის ჩვენი ჟურნალი მედია. ეს არის ჩვენი წიგნი ოქროს საწმისის შესახებ აგნიობა ექიმებისათვის. ამ წიგნების დაკითხვის შემდეგ და მისი პრაქტიკულ გაზომილებაში გადაყვანის შემდეგ ადამიანი ფლობს საკუთარი ჯანმრთელობის მართვის ჯანსაღი სისტემას და შეუძლია ეზიაროს ასევე ჟურნალ მედიას ჩვენს საიტზე და ინტერნეტში ვრცლად წარმოდგენილ მასალაზე ჩვენი შესახებ. დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას. კარგად ზამდებოდეთ. მადლობა.